მოგესალმებით ყველას და აღდგომის დღეებმა ჩაიარა ჩვენი ასე ვთქვათ სიხარულის ცოტა განელდა, ამიტომ გავაგზავნოთ ისევ სწავლა წმინდა წერილის. დღეს ვართ მისული განვიხილავთ მათეს მე-6 თავს. წინა საუბარზე ჩვენ დავიწყეთ თუ გახსოვთ და თუ მოусმინეთ ალბათ ინტერნეტშიც, იმიტომ რომ YouTube არხზე დევს ეს ჩანაწერები ყველა ამ ხალხების განმარტების. წინა საუბარზე ჩვენ დავიწყეთ მათეს მე-5 თავიდან ქრისტეს ქადაგება 9 ნეტარების შესახებ, ხო? ანუ როგორც ჩვენთან მას უწოდებენ, მაგრამ ეს არის ქადაგება კაპერნაუმში თაზე, რომელი ქადაგებაც ეხება ვისთვის არის განკუთვნილი მისი მოწაფეებისთვის. ყველა მოწაფისთვის მე-5, მათეს სახარების მე-5, მე-6 და მე-7 თავი არის სავალდებულო. გესმით? 9 ნეტარება რაიმე განსაკუთრებული მცნებები კი არ არის, რომ აი წმინდანებს ევალება. არა. ქრისტე კაპერნაუმში თაზე ავიდა, დაჯდა, მისი მოწაფეები დასხდნენ მის წინ, მიწაზე, მის ფერხთით. ხალხიც არის იქ, ხოლო მისი მოწაფეები კი არ არიან, ხალხიც დგას იქ, სხვებიც და როცა დაждდება მოძღვარი, ნიშნავს რომ ის ასწავლის მის მოწაფეებს, აი როგორი უნდა იყოს ჩემი მოწაფე, ამბობს ქრისტე. გესმით? ამიტომ ის 9 ნეტარება, ის ნეტარიყვნენ გლახაკნი, სულითა, ლოვიარენი, გული და ჩვენ ეს ყველაფერი ყველასთვის სავალდებულო. წინა თავში, მე-5 თავში ჩვენ კიდევ მნიშვნელოვანი ის ნახეთ, რომ ქრისტე მათ ეუბნება, რომ მე რჯულის გასაუქმებლად კი არ მოვედი, ან ძველი აღთქმის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად, რომ სრულყოფილად დაგანახოთ ის რჯულის არსი, გული რჯულის რომ სრულყოფილად დაგანახოთ. ამისთვის მოვედი მე, ამბობს ქრისტე. და ქრისტე ასე უნდა და აქედან გამომდინარე ქრისტე უნება მათ, რომ თქვენი გაგება, თქვენი სიმართლე რჯულის თუ იმაზე მეტი არ იქნა, ვიდრე ფარისევლებს ესმით რჯული, აი ამას დაუკვირდით ძალიან კარგად. ქრისტეს თავარი მტრები ხო ფარისევლები და სადუკევლები იყვნენ, მათ აწვეს ის ჯვარს, ხო? ქრისტე ეუბნება, რომ თქვენი გაგება, თქვენ რჯული თუ იმაზე მეტად არ გესმით, ვიდრე ფარისევლებს ესმით, ვერს თქვენ ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. და რას გულისხმობს ქრისტე ამით? ეს მინდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გავიგოთ შემდეგ დღევანდელ საუბარში რას ამბობს ქრისტე. რომ აი ამბობს ქრისტე ეუბნება, რომ ფარისევლები გიხსნიან ასე, არაკაცკლა ვინც მოკლავს, უნდა დაისაჯოს. მე კი გეუბნებით, რომ უშუალოდ მოკლის მომენტში კი არა ხარ დამნაშავე შენ, არამედ თუ ძმას უწოდებს რეგვენს, შლექს ან დაწყევლი ძმას, უკვე დამნაშავე ხარ, უკვე მკვლელი ხარ, იმიტომ რომ ფიქრიდან იწყება დანაშაული, ხო? ან ეუბნება, რომ თქვენ გსმენიათ, არ იმრუშო, მაგრამ მე გეუბნებით, სურვილიც კი თუ გაგიჩნდა, უკვე მრუში ხარ. ანუ ქრისტე მათ აძლევს, აი ეს მინდა გავიგოთ ჩვენ, რომ ქრისტე მათ აძლევს სუპერმცნებებს, ხო? ანუ ზემცნება, აი უმაღლესი მცნება, რომ ის რჯული ამას გულისხმობს, ამბობს ქრისტე და ამიტომ თქვენ, ჩემი მოწაფეები, ასეთები უნდა იყოთ, როგორც მე გეუბნები. ნახეთ? და მე-6 თავი, აი დავიწყოთ მე-6 თავი, ასე იწყება. პირველი მუხლი. ერიდეთ, ან ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე იმიზნით, რომ მათ დაგინახონ, თორემ ვერ მიიღებთ საძღაურს მამის თქვენის ზეციერისაგან. ნახეთ, ეკრძალეთ სიმართლის კეთებას კაცთა წინაშე. აი რა სიმართლეს გულისხმობს უფალი? აი ზუსტად იმ სიმართლეს მე-5 თავის მე-20 მუხლში რო ამბობს, ნახეთ, რომ თუ თქვენი სიმართლე არ იქნა უფრო მეტი, ვიდრე მწიგნობართ და ფარისეველთა სიმართლეა, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში, ხო? და ეს ნიშნავს, რომ ყველა სიმართლე, ანუ ყველა ის კველის საქმე, ძველ ქართულში კველის საქმე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, ადამიანთა წინაშე კი არ უნდა იყოს გაკეთებული, აბა ვის წინაშე? ღმერთის წინაშე. გესმით? ქრისტეს მოწაფე ასეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ მე რასაც ვაკეთებ, მე ადამიანების წინაშე კი არ ვაკეთებ, ყველაფერს ღმერთის წინაშე. აი ეს არის სიმართლე ღმერთის წინაშე. და თორემ ვერ მიიღებთ საძღაურს თქვენის მამის ზეციერისაგან. ნახეთ, აი სიმართლე რას ნიშნავს? აი ეს კარგად რომ გავიგოთ, ეს არის ესაია წინასწარმეტყველის
32 თავშია ეს ნათქვამი. აი, რას ნიშნავს სიმართლე? ჩვენ რა გონია, ჩვენ რომ ვფიქრობთ, აი, რატომ არ არის მშვიდობა? რატომ არ არის მშვიდობა საქართველოში? რატომ არ არის მშვიდობა საზოგადოებაში? რატომ არ არის მშვიდობა აი სუფრაზე ხანდახან ხომ მოხვდებით ხოლმე და შფოთი აი რაღაცნაირად ერთმანეთთან დაპირისპირებულია ხალხი, ხო, ჩხუბია, ან რაღაც კინკლაობა, ხომ გვინახავს ეს სოფლიოში? რატომ არ არის მშვიდობა სოფლიოში? იმიტომ რომ სიმართლე არ არის სოფლიოში, გესმით? სიმართლე სადაც არ არის, იქ მშვიდობა ვერ იქნება. გამორიცხულია. მაგალითად, სანამ იმას გიკითხავთ, იმ ადგილს ისაიასგან, მე მინდა ერთი ადგილი გაჩვენოთ. ძველი აღთქმიდან მათი რაბინები რას ამბობდნენ ამ სიმართლეზე. ნახეთ? ახლავე? რომ ქრისტე რასაც ლაპარაკობს, ნახეთ, ქრისტე განა ყველაფერს უარყოფს, მათი მოძღვრები რასაც ასწავლიან. რა თქმა უნდა, იქ ისრაელში, მათ რაბინებში არიან მოძღვრები, რომელსაც სწორად ესმით სჯული. ამიტომ ქრისტე ყველაფერს კი არ უარყოფს, მხოლოდ იმას, რაც ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას. და ნახეთ, აი რას ამბობდნენ მათი მოძღვრები. ჰილელი იყო ესეთი ძალიან დიდი მოძღვარი მათი, წინა ძველ აღთქმაში, ჰილელი. ეს იყო მე-20 საუკუნე ქრისტემდე, მე-20 წელი ქრისტემდე, უკაცრავად, 20 წელი ქრისტემდე და ჰილელი ამბობს, ბევრი ხორცი თუ არის ბევრი მატლი. თუ არის ბევრი საგანძური, არის ბევრი დარდი. თუ ბევრი საგანძი გაქვს, ბევრი დარდი გაქვს. თუ ყავს ბევრი მონაქალი, ბევრი გარყვნილება აქვს. თუ არის ბევრი მონა, იქ არის ბევრი ძარცვა. რაც უფრო მეტი მონა ყავს, მით უფრო მეტად ძარცვა უმარი. თუ არის ბევრი ცოლები, იქ არის ბევრი კითხაობაც და ცრუწმენაც, იმიტომ რომ ქალებს უყვართ ხშირად ხომ ეს, ასე ვთქვათ, ეს საქმე. თუ არის ბევრი თორა, ანუ ბევრი რჯული თუ არის, ბევრი ბიბლია, იქ არის ბევრი სიცოცხლე. თუ არის ბევრი სიბრძნე, იქ არიან ბევრი მოწაფეები. რაც უფრო მეტი სიბრძნეა, ბევრი მოწაფეები. და თუ არის ბევრი სიმართლე, იქ არის დიდი მშვიდობა. გესმით? ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს კარგად. აი, მაგ სამრევლოში, ჩვენ სამრევლოში. რაც უფრო სამართლიანები ვიქნებით ჩვენ, მით უფრო მშვიდობა იქნება ჩვენ სამრევლოში. აი, ასევე ნახეთ, ესაია წინასწარმეტყველი 32 თავში ლაპარაკობს კურთხეული მეფის, ანუ მესიის, ქრისტეს მოსვლაზე და იქ ამბობს, ეს არის 32-ის მე-17 მუხლი. როცა გადმოვა სული ჩვენზე, ანუ ღვთისმსული, ანუ სულიწმინდა, როცა გადმოვაო ჩვენზეო, მაშინო სამართალი იქნება ჩვენთანო და ეს სამართალი შეიქმს მშვიდობას. და ეს მშვიდობა არასდროს აღარ წაგვერთმევა ჩვენგან. ესმით? სხვა ყველაფერი, რაზეც დაეფუძნება მშვიდობა, გარდა სიმართლისა და გარდა სამართლიანობისა, ის არის მერყევი. ის აუცილებლად დაინგრევა. ხო? აი, რამდენ დიქტატორს აუშენებია თავისი ძალაუფლება, სხვა რამეზე, მაგრამ აუცილებლად ინგრევა გარდა სამართლის. მაგრამ ქრისტე ეუბნება, რომ ჩემს მოწაფეებში გახსოვდეთ, რომ თქვენი სიმართლე უნდა იყოს ღვთის წინაშე აუცილებლად აღსრულებული. და ქრისტეს აი ამ სიმართლის აღსრულების თვალსაჩინოებისთვის მოყავს სამი მაგალითი. პირველი არის ქველმოქმედება, მეორე არის ლოცვა და მესამე არის მარხვა. რომ გვაჩვენოს აი ღვთის წინაშე აღსრულებული სიმართლე როგორ უნდა იყოს და ამბობს მეორე მუხლი, როცა გასცემთ მოწყალებას, ნუ აყვირებთ თქვენს წინაშე ბუკნაარას. საყვირით ნუ დაიწყებ ამის ყვირილს. როგორც იქცევიან თვალთმაგცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ როცა გასცემ მოწყალებას და ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რასაკეთებს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს,
მოგაგოს შენს ცხადო. აი ესეთი უნდა იყოს ქრისტეს მოწაფის სიმართლე. რატომ ამობს ამას ახლა უფარი, ნახეთ? ჩვენ გვახსოვთ მარკოზის სახარებაში მე-12 თავშია ეს, მარკოზის მე-12 თავში, როცა ქრისტე ტაძარში ზის დედათა ეზოში და დედათა ეზო სადაც იყო, ანუ ტაძრის მეორე ეზო იყო. პირველი ეზო იყო იქ, სადაც წერებოდა უშუალოდ მსხვერპლი და მეორე ეზო ერქვა დედათა ეზო, ქალთა ეზო, რაც ქალები შედიოდნენ, იუდეველი ქალები. იმ ეზოში იყო 13 შესაწირის ყულაბა. და იქ რო შედიოდნენ შესაწირავად, როგორ იყო შესაწირი, იცით რომ ყველა ხედავდა ვინ რა საგდებდა. ასეთი, რატომღაც ასეთი წესი ჰქონდათ მათ. ის მღვდელმსახური იღებდა შესაწირს მათგან და ამ ყულაბაში მათთან ერთად აგდებდა. და ამ ყულაბას ჰქონდა ზუსტად საყვირის ფორმა. რადგან ზევიდან ხელს ვერ ჩაყოვდი და ქვევით ბევრი გროვდებოდა და საყვირის ფორმა ჰქონდა ამ შესაწირს და ქრისტე ამბობს რომ აი საყვირს ხომ გავს შესაწირი, მაგრამ ღმერთის წინაშე უნდა ჩანდეს, ხალხის წინაშე კი არ უნდა იყიროს ამ საყვირმა. გესმით და როცა ქრისტე ზის ამ საგანძურში და უყურებს, გახსოვთ ერთხელ მოხუცი ქვრივი მოვიდა და 2 ლეპტა ჩააგდო. ანუ დაინახეს რომ 2 ლეპტა ჩააგდო. მაგრამ თავარი რა არის იცით კიდევ რომ როგორ ჩანს რომ მან რო ცოტა ჩააგდო, განკითხვის მსხვერპლი გახდა ეს ქალი. რადგან იქ თუ ბევრს აგდებდი, ხალხი ამბობდა, ხედავ რამდენი შესწირა ტაძარს და თუ ცოტა ჩააგდებდნენ, ყველა ესე უყურებდა. და ქრისტე ამბობს რომ არა, ამ ქალმა იმ 2 გროშით ყველაზე მეტი ჩააგდო, რადგან ბოლო რაც ჰქონდა ის მოიტანა. და ამიტომ ამბობს ქრისტე რომ თქვენი ქველმოქმედება უნდა იყოს დაფარული. იგავთა წიგნში არის ძალიან საგულისხმო ადგილი, ეს არის იგავთა 21 თავი. მე მინდა ეს გაჩვენოთ, რას ამბობს წმინდა წერილი შესაწირზე. იგავთა 21 მე-14 მუხლი. ნახეთ? ფარული შესაწირი აცხრობს ღმერთის რისხვას. ფარულად როცა აკეთებ ქველმოქმედებას, ეს აცხრობს ღმერთის რისხვას და უბეში ქრთამი იწვევს ღმერთის ძლიერ მრისხანებას. ყველა მექთამეს ეს უნდა ახსოვდეს. ბიბლია ამბობს ამას, რომ დაფარული და ჩადენილი სიკეთე ღვთის რისხვას აცხრობს შენს მიმართ და ქრთამს ვინც იღებს, იცოდეს რომ ღვთის ძლიერ მრისხანებას იწვევს. რატომ? აი ქრთამის აღება რატომ არის ცოდვა? აი ჩვენ ეს ასე უნდა გვესმოდეს. რატომ არის ქრთამის აღება ცოდვა? რომ ქრთამს შენ რო იღებ, შენ რაღაცას უკანონობისთვის იღებ ამ ქრთამს, ხომ ასე? და იმ უკანონობის გამო იჩაგრება ვიღაცა, ვისაც არ აქვს საშუალება და სარგებლობს, ვისაც არ ეკუთვნის, ხომ ასე? ჯობნი შენ, გესმით და ძლიერ მრისხანებას ღმერთისას ეს იმიტომ იწვევს, რომ იმ ქრთამი დაიჩაგრა საწყალი და სუსტი, გესმით? ხო, აი მე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან მოხდა ასეთი შემთხვევა, ხშირად ყვები ხოლმე ვინც ახლობელი მან იცის, რომ დავდიოდი სპორტზე, ფარიკაობაზე დავდიოდი. პატარა, ვიყავი ალბათ 9-10 წლის ისა. და იქ ახალი ფორმები რო შემოდიოდა ხოლმე, ურიგებდნენ ამ იმას. ნუ ყველას უნდა ეს ფარიკაობის ფორმა განსაკუთრებულია რაღაც ისეთ სხვა ესეთი ძვირფასია. და ის გვეკუთვნოდა ჩვენ, ყველასთვის უნდა მოეცა ჩვენთვის. მაგრამ ქრთამს ვინც მისცემდა მწვრთნელს, იმას აძლევდა. და დღემდე მახსოვს 9-10 წლის ბიჭი როგორ დავიტანჯე, რომ მე არ მომწეს ის ფორმა. რატომ? იმიტომ ქრთამმა გამოიწვია ეს. და ეს იწვევს ჩემი დაჩაგრვა და ჩემნაირების სხვების იწვევს ღმერთის ძლიერ მრისხანებას. ამიტომ ქრისტე ამბობს, რომ თქვენი ქველმოქმედება უნდა იყოს დაფარული და გახსოვდეთ, რომ ღვთის წინაშე აკეთებთ ამას. და ნახეთ რას ამბობს, რომ მამა ღმერთი, რომელიც ხედავს ამას, შენ მოგაგებს ცხადად მეორედ მოსვლის დღეს და ამ ცხოვრებაშიც მოგაგებს სიკეთეს ამისთვის. მეორე მაგალითი, როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცებს, რომლებსაც უყვართ სინაგოგებში და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს ლოცველად. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, უკვე მიიღეს მათ თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენ სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ დაფარულად და
მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვი ზედმეტს. წარმართა მსგავსად, რომელთაც გონიათ, რომ სიტყვა მრავლობის გამო შესმენილი იქნებიან. იცის მამამ თქვენმა ზეციერმა, რა გჭირდება თქვენ, მანამდე სანამ თქვენ მას თხოვთ. ამიტომ თქვენი ლოცვა იყოს გულწრფელი, მოკლე და ზომიერი ის, რაც გინდათ უთხრათ ღმერთს. ნახეთ რა ამბობს? ნუ დაემსგავსებით თვალთმაქცებსო, რომლებსაც უყვართ სინაგოგებში და ქუჩიბანდებში დგომო. ვიზი ამბობს ამას? ფარისევლებზე ზუსტად ფარისევლებზე 23 თავშია მათეს სახარების 23 თავში ამბობს ზუსტად ქრისტე ამას. როცა ვაებას და ვაის ამბობს ფარისევლებზე და ეუბნება 23 თავის მეხუთე მუხლი. ყველა თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად. აგანიერებენ თავიანთ ცალოცალ თასმებს და აგრძელებენ სამოსის კალთებს, უყვართ აგრეთვე წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა, წინარიგებში, სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ რაბი. ანუ მათ თუ გიხავთ იუდეველებს სალოცავი თასმები აქვთ ხოლმე ხელზე დახეული, ეს ითვლიან ამითი ლოცვებს, თავზე ადგათ ბევრს თორას გრაგნილი უთი ადგათ ხოლმე თავზე შესამოსელი უნდა წდებოდეს მიწას, მიაჩნდათ მათ რომ ის ფოჩები, რომლებიც ჯულში ეწერათ, ბოლომდე იყოს დაშვებული, რომ ხალხმა დაინახოს და შეამჩნიოს, როგორი მორწმუნეები არიან. ქრისტე ამბობს, რომ მათ უკვე მიიღეს ხალხისგან ამისთვის საზღაური, ხოლო თქვენ ასე ნუ იზარდ. თქვენ იცით, რომ ძველ აღთქმაში ღმერთს ჰქონდა თავისი პირადი სახელი, ხო? ეს იყო იაჰვე 4 ასოთი, რომ იწეოდა იჰ, რომელსაც იუდეველები ძალიან იშვიათად გამოთქვამდნენ, ხოლო მთავარი გამოთქვამდა ამას მღვდელი გარკვეულ შემთხვევებში ზუსტად, ხოლო და მაგრამ ღმერთს ისინი ერთ-ერთი მთავარი სახელი ღმერთს როგორც მიმართავდნენ იყო რა? მამა, ის იყო ღმერთი, იყო ისრაელის მამა და ჩვენი მამა. ეს არის ნახეთ რჯულის 32 თავშია, ეს მინდა ადგილი გაჩვენოთ, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რატომ ამბობს ქრისტე, მამა შენი ზეციური ხედავს ცხადად და დაფარულს და მოგაგებს შენ ცხადად. ნახეთ რჯულის 32 თავის მე-6 მუხლი. როცა ამხილებს მოსე ისრაელს ღალატისთვის, ამას მიუზღავ უფალს ბრიყო და უგუნურო ხალხო, ის ხომ მამა შენი გამჩენი, მან შექმნა შენ და დაგამყარა. ანუ ღმერთი არის მამა. მაგრამ ებრაელებია, ჩვენ ამას და მივალთ ამ ადგილას და ეს რა ვიცოდეთ, ებრაელები მამას არასდროს არ მიმართავდნენ მხოლობით, ჩემო მამაო. აბა, ისინი ამბობდნენ ჩვენო მამაო. ავინუ ებრაულში ესე გამოითქმება, ეს ნიშნავს ჩვენო მამაო. ნახეთ და ჩვენ როცა მამაო ჩვენთან მივალთ, ჩვენ ხო არ ვამბობთ ჩვენო მამაო, ასე ხო არ ვიცხოთ. აბა როგორ ვიწყებთ მამაო ჩვენო, იმიტომ რომ ებრაულში ასე ითქმის ეს ავინუ, არის მამა, ავინუ მამაო ჩვენო და ჩვენ უბრალოდ ჩვენ ენაში გადმოვიტანეთ, ჩვენ ხო სხვა შემთხვევებში ჩემო მამაოს ვამბობთ, ხო და არა მამაო ჩემო ხო არ ვეუბნებით მამას ჩვენ. მაგრამ მამაო ჩვენო, ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ის რაც ქრისტემ თქვა, ასაც ამბობდა ის ისრაელი რჩეული ხალხი, იგივე გადმოვიტანეთ ჩვენს, რომ მამაო შვენო და ჩვენი მამა ღმერთი. და კიდევ აღიარება, რომ ბევრს მოიტყვით ლოცვის დროს, როგორ წარმართნიო, ვიზი ამბობს წარმართნი, ბერძნებზე, რომაელებზე, ჭერმეტყველება, რიტორიკა, იქ ხომ ეს უმაღლეს საფეხურზე იყო რომში და რომის იმპერიაში მრავლის მეტყველება, ხომ? არა, ამბობს ღმერთთან ეს თქვენ არ გჭირდებათ. ღმერთს უთხარით მხოლოდ ის, რაც გულიდან ამოდის, მოკლედ, იმიტომ რომ ღმერთმა ისედაც იცის თქვენ რა გჭირდება. და შემდეგ აქ მე-9 თავიდან იწყება ის ამბავი, როცა ქრისტე ასწავლის მათ ლოცვას. ეს არის ერთადერთი შემთხვევა ახალ აღთქმაში, როცა უფალი
მათ ასწავლის ლოცვას, ხო? ხო საინტერესოა. აი ხანდახან ადამიანები ერთმანეთს ვასწავლით, ხო მე ეს ლოცვები წაიგითხე, დილის ლოცვების აღმოჩენა, მაგრამ საინტერესოა უფალმა თვითონ რომელი ლოცვა გვასწავლა. ხო? საინტერესოა. ნახეთ, ეს ლუკას სახარების მე-11 თავში იგივე პარალელური ადგილი ცოტა უფრო ცლად არის მოთხრობილი, როგორც ჩანს, ნახეთ, მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა იესო ქრისტე უფალი. და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა უფალო, გვასწავლე ლოცვა ჩვენს. და როგორც იოანემ ასწავლა ლოცვა თავის მოწაფეებს, ჩვენს გვასწავლე შენს მოწაფეებს ლოცვაო და აი ამ ადგილას უფალი ასწავლის მათ ლოცვისას ასე ილოცენ. და ამას ასწავლის მათ მამაო ჩვენოს. სანამ მამაო ჩვენომდე გადავალ, მე მინდა ერთი რამ გაჩვენოთ თქვენ. როგორ გონიათ ეს ლოცვა იუდეველებმა, აი ეს ლოცვა როგორც მამაოჩაც მამაო ჩვენოშია, აბსოლუტურად უცხო იყო მათთვის და ქრისტემ თავიდან ასწავლა მათ თუ აი იმ სიმდიდრიდან, საგანძურიდან, რაც მათ ლოცვით ცხოვრებაში ჰქონდათ, იქიდან უფალმა უთხრა რომ აი ესაა საკმარისი. რა თქმა უნდა მეორე, ხო? იმიტომ რომ მათ იცოდნენ ლოცვა. არის ესეთი ცნობილი ლოცვა, დღესაც სინაგოგაში შემონ ესრე ქვია ამ ლოცვას. ეს ლოცვა მე-9 საუკუნეში ჩაიწერა წერილობით. მაგრამ მანამდეც, აი ბაბილონის ტყვეობიდან დაწყებული ქრისტეს დროს ჩათვლით და ტაძრის დანგრევამდე მე-9 საუკუნე ეს ებრაელებს სულ ჰქონდათ ეს ლოცვა. ამას ქვია 18 მუხლიანი ლოცვა. გესმით? და ამ ლოცვაში აი მე ხა რამოდენიმე ეს არის 18 მუხლია მართლაც. ნახეთ ამ ლოცვის. ამას დღესაც ამბობენ იუდეველები და მაშინაც იყო ეს, მაგრამ აი მე ადგილებს წაიკითხავ და თქვენ გეცნობათ მამაო ჩვენო აქედან. ზუსტად იგივე მუხლებია, დაახლოებით იგივე მუხლებია, რაც მამაო ჩვენო და ქრისტე რომ მეუნება რომ ბევრის ლაპარაკი არ გინდათ, ზუსტად იმას ამბობს რომ აი ესაა საკმარისი ამ მუხლებით, იმიტომ რომ ეს ლოცვა ნახეთ რა მხელაა 18 მუხლია, ორი გვერდია, მაგრამ მამაო ჩვენო სულ 7 მუხლია. და ქრისტე ეუბნება რომ საკმარისია ეს. და ნახეთ, აი ამ შემონ ესრეში, აი ამ ცნობილ იუდაურ ლოცვაში ძველი აღთქმიდან, ნახეთ რა სიტყვები მესამე მუხლში. წმინდა ხარ შენ და წმინდა შენი სახელი. მამაო ჩვენოშიც ხო გვაქვს ჩვენ, წმინდა იყოს შენი სახელი. მეხუთე მუხლში წერია მოგვაქციე შენსკენ მამაო ჩვენო. მოგვაბრუნე შენსკენ მამაო ჩვენო და შენი მოძღვრებისკენ მოგვაახლოვე შენსკენ მეუფეო ჩვენო. მეექვსე მუხლში წერია მოგვიტევე მამაო ჩვენო რაც შევწოდეთ. როგორ ჩვენ მამაო ჩვენს მამაო ჩვენოში. შემდეგ პური ჩვენი არსაობის ახონ გვაქვს ჩვენ. აი ამ შემონ ესრეში ამ ლოცვაში მე-9 მუხლში წერია აკურთხე უფალო ღმერთო ჩვენო ეს წელიწადი. ანუ ამ წელს რაც მოგვეცი აკურთხე და მოგვეცი და ყოველთვის კურთხეული იყოს მოსავალი რასაც გვაძლევ ყოველ წელს. ნახეთ, როგორი მსგავსება. ასევე არის კიდევ ერთი ლოცვა კადიშ. ღვთისმსახურების კადიში ასე ქვია ამ ლოცვას, რომელიც წმინდას ნიშნავს და იქაც იგივე დაახლოებით იგივე სიტყვებია. დიდებული და წმინდა იყოს შენი დიადი სახელი. წმინდა იყოს შენი დიადი სახელი. ანუ ეს ყველაფერი ქრისტე მიცის, ისინი როგორ ლოცულებენ, გესმით? აი სიმდიდრე მთელი ამ ლოცვების და ეუბნება საკმარისია აი ეს. აი ეს და ეუბნება ასე ილოცეთ მამაო ჩვენ, რომელი ხარ ცათაშინა. წმინდა იყავ სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყავ ნება შენი როგორც ცაში ისე ქვეყანაზე. ჩვენ პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ თანამდებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელში არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტისაგან არამედ თუ შენი არ სუფევა ძალჯა დიდება უკუნითი უკუნის სამდიამე. ეხლა აქ ქართულად წერია, თანამედროვე ქართულად წერია, მაგრამ ძველ ქართულად წავიკითხე, ამიტომ სხვანაირად წავიკითხე. მაგრამ ახალ ქართულადაც დაახლოებით იგივეა ზუსტად. ნახეთ, მამაო ჩვენო. ანუ ნახეთ ახლა მე რა არის ეს ლოცვა? რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ აქედან? ეს ლოცვა არის ფორმულა.
როგორ ხო, აი როგორ უნდა იყოს აგებული ნებისმიერი ჩვენი ლოცვა. გესმით? მე ხო ხშირად თქვენ ვინც მე მიცნობს და ჩემთან მოდის ხოლმე სასაუბროთ, მე მითქვია ხოლმე თქვენთვის რომ თქვენ შეგიძლია და აუცილებლად თქვენი სიტყვებითაც უნდა ილოცო. თქვენი სიტყვებითაც, აი მაგალითად შენ ამ დღეს, ამ კვირაში, ამ თვეში რაღაც კონკრეტული გაჭირვება გაქვს, განსაცდელი გაქვს, ისეთი რომელიც არ არის ლოცვებში მოხსენიებული, ხო სხვა ლოცვებში. ამიტომ შენ იმ შენი განსაცდელისთვის უნდა ილოცო. მაგრამ როგორ ვილოცო? აი ფორმა იმისი როგორ უნდა ვილოცო, მამაო ჩვენო მაძლევს ზუსტად. პირველ რიგში უნდა მივმართო მას. მე თუ არ ვახსენე ვის მივმართავ, როგორ შეიძლება? ამიტომ უნდა მივმართო მამაო ჩვენო. ჩემო ზეციურო მამაო. აუცილებლად უნდა თქვა მისი სახელი. ხანდახან მე მithქვამს ხოლმე, ღმერთო აბრაამისო. ღმერთო მოსესო, მithქვამს ხოლმე ეს, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვახსენო ის, ვისაც ველაპარაკები. მithქვამს ხოლმე ხანდახან ბიბლიის ღმერთო, ისრაელის ღმერთო, მithქვამს ჩვენი მამების ღმერთო. ეს შენ შეგიძლია ეს თქვა, მაგრამ მამაო ჩვენო ნიშნავს რომ მას უნდა მიმართო იმ სახელით, რომელიც წმინდა წერილში მასზე არის გაცხადებული, ხო? შემდეგ ეუბნება, წმინდა იყავს სახელი შენი. შემდეგ მოდის სამი თქო, წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედინს უფევა შენი, იყავ ნება შენი. აი სამი, როგორ არის თხოვნა. წმინდა იყოს შენი სახელი ასე ნიშნავს. მისი სახელი ხო ისედაც წმინდა. ღმერთი ხომ ვერ განწმენს თავის სახელს. აბა რას ნიშნავს რომ ჩვენ შორის იყოს წმინდა შენი სახელი. გესმით? აი ჩვენ მოგვეცი ძალა რომ შეგიცნოთ შენ ვინ ხარ რომ წმინდა ყო ჩვენ ცხოვრებაში შენი სახელი, გესმით? აი კარგი ქრისტიანს თქვენ რომ შეხვდებით და მის წმინდა საქმეს ნახავთ, ხომ შეხვედრიათ, აი ძალიან კარგი ადამიანი, იტყვის მართლა წმინდა შენი ღმერთი. შენ თუ აი ასეთ ძალას გაძლევს და ზნეობას გაძლევს შენი ღმერთი, წმინდა ყოფილა, მართლა წმინდა. აი ეს ნიშნავს მან წმინდა ყო მისი სახელი. წმინდა მისი სახელი, გესმით? მეორე, მოვედინს უფევა შენი. რას ნიშნავს რომ სად მეფობს უფალი? უფალი ზეცაში მეფობს. მასე მორჩილება, ზეციურ ძალთა მხედრობა, ანგელოზები, ყველა ისედაც მეფობს უფალი. მთელი სამყარო მასე მორჩილება, მაგრამ ჩვენ შორის იყოს შენი მეფობა. ჩვენ მოგვეცი ძალა რომ შევიცნოთ შენი მეუფება, შენი მეფობა და იყოს შენი მონები, შენი მოწაფეები. ამას ვამბობ. და იყოს ნება შენი როგორც საში, ისე ქვეყანასაზე და რომელ ქვეყანაზე? დედამიწაზეა ლაპარაკი. დედამიწაზე მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ადამიანი მხოლოდ დედამიწაზე ცხოვრობს. ჩვენ სხვა არაფერი არ ვიცით და ჩვენ ვამბობთ რომ ზეცაში როგორც აბსოლუტურია შენი ნება ზეცაში. ინებე რომ ჩვენ დედამიწაზეც იყოს შენი ნება და საბოლოო ჯამში ჩვენ მოვიდეს უფევა შენი, იყოს ნება შენი, რას მევედრებით ამითი უფალს? მეორე მოდი მალე უფალო. სანამ მოხვალ ჩვენ მოგვეცი ძალა რომ შენს მეფობაში შემოვიდეთ და შენი ნება აღვასრულოთ, მაგრამ მოდი მალე უფალო და შენი სრულყოფილი ნება და შენი მეფობა იყოს ჩვენ შორის და სიწმინდეც მისი მაშინ იქნება ბოლომდე ჩვენთან, ხო? მაშინ აღარ იქნება ცოდვა, აღარ იქნება სატანის ცდუნება ჩვენთვის. შემდეგ ამბობს პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, ამაზე წიგნებია დაწერილი, არა მარტო ერთი მუხლი, ამაზე ბევრი წიგნია. რას ნიშნავს პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს? გაგაჩვენებთ ერთ ადგილს იგავთა წიგნიდან, ეს არის სოლომონ მეფის იგავთა წიგნი. რას ამბობს ბიბლია პური ჩვენი არსობისაზე, ხო? ეს იმის თქვა მინდა მე რომ ეს უფალი როცა ამას ეუბნება, უფალი მიუთითებს ბიბლიაში იმ ადგილებზე მათ, რომელიც მათ ისედაც აქვთ და უნდა მიხვდნენ რომ ეს ამთავარი. იგავთა 30 თავის მერვე მუხლია. ნახეთ? სიცრუე და ტყუილი მომაშორე, ღმერთს მიმართავს ადამიანი. სიცრუე და ტყუილი მომაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მას აზრდოვე. ისმით? არც სიმდიდრე მინდა, ღმერთო, არც სიღარიბე. აი ყოველდღიური პური ჩვენი არსობის, ყოველდღის სამყოფი პური მომეცი. აი ასეთი უნდა იყოს თქვენი ლოცვა, ამბობს იესო ქრისტე. გახსოვდეთ რომ, უნდა გვახსოვდეს ყველას რომ
არც სიმდიდრის თხოვნ არ შეიძლება ღმერთისთვის. არც რაღაცა ქონების, არც შენას თხოვნას მომეცი ის, რაც მე დღეს ჭირდება. აი ეს არის ყველაზე დიდი ლოცვა და თუ ამას ითხოვ, აი თუ შენი სიმართლე ასეთი იქნება, მაშინ მოგცემს ღმერთი უფრო მეც ვიდრე შენ ითხოვ. ნახეთ, ერთი ადგილი მინდა გაჩვენოთ, ეს არის ძველი არქივი და მათი რაბინები როგორ განმარტავდნენ, აი ამას რას ასწავლიდნენ ამასთან დაკავშირებით და ქრისტე რას ეუბნება ნახოთ. და შეხედეთ, ჩვენ ხო გახსოვთ ძველი აღთქმაში, როცა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან გამოვიდა და აღთქმულ მიწაზე მიდიოდა, გახსოვთ რომ ღმერთი მათ ყოველდღე ზეციურ მანას აძლევდა, ხომ? რომ უდაბნოში გადარჩენილიყვნენ ისინი. მაგრამ საინტერესო ის იყო, ეს არის გამოსვლათა მე-16 თავში. საინტერესო ის იყო, რომ ეს მანა ზეციდან რომ მოდიოდა, ეს პურის მსგავსი რაღაცა ქინძის მარცვლებების ხელა რაღაცა იყო, რომელიც დილას რომ გამოვიდოდნენ, ჭირხლებით მოფენილი იყო მიწაზე და ამას კრებდნენ, ზოგი ფავდა, ზოგი ხარშა და ზოგი ჭამდა და ეს პური იყო მათი, რომ გადარჩენილიყვნენ. და ეკითხებიან, ერთ-ერთ ბოძღვარს ეკითხებიან, რომ ყოველდღე რატომ აძლევდა უფალიო მათ ამ პურსო? ყოველდღე რატომ მიეცა მაგალითად 1 წლის საზრდო? თლიანად მიეცა ბევრი ბეღელში 1 წლის საზრდოხში ეძულბას და იქნე ეყოფოდა 1 წელი. აი რა საჭირო იყო ეს რომ ყოველდღეო? თან მოხდა ასეთი შემთხვევა რომ მოსემ უთხრა იცოდეთო არ აიღოთ 1 დღეს იმაზე მეტი ვიდრე 1 დღეს გჭირდება, თორე გაფუჭდებაო. მეორე დღისთვის ვერ შეინახავთ და არ დაუჯერეს და 2-3 დღის სამყოფი აკრიბა დაუუყვათ სახში. და მიხვდნენ რომ ყოველ დღე უნდა გავიდნენ და ყოველ დღე უნდა მიიღონ ღმერთისგან ის საზრდო. და მოძღვარი ეუბნება მათ რომ აი წარმოიდგინეთო მეფერო იყოს კაციო და შვილს რომ წყალობას აძლევდესო, ხომ? თუ წელიწადში ერთხელ მისცა მანო, შვილი მის სახეს მხოლოდ ერთხელ იხილავსო, ხო? ერთხელ წარდგება მის წინაშე და ერთხელ იხილავს მის სახეს და ერთხელ მიხვდება მამის პირის სახეს ერთხელ იხილავს. მაგრამ თუ ყოველ დღე მივა მასთან შესახვედრად, ყოველ დღე ხედავს მამის დიდებას და მამის სიუხვეს, ხო? ბარაკას. ამიტომაც ღმერთმა ინებაო რომ ყოველ დღე უნდა მისულიყო მასთან ისრაელი, რომ ესწავლა მას 40 დღის განმავლობაში, რომ იმით ცოცხლობს კაცი, რომ ზეციდან რასაც ღმერთი მისცემს. გესმით? ეს რამოდენით 40 წელიწადი რო ეს გრძელდება, მეხსიერებაში როგორ რჩება ერის მეხსიერებაში, რომ ღმერთს შეუძლია ყოველ დღე მოგანიჭოს საზრდო. აი ამიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი. გესმით და აი ამას იმეორებს ქრისტე, აი ამ მამაო ჩვენაში, რომ პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს. აი ფაქტობრივად იმას ახსენებს, რაც მოხდა ძველ აღთქმაში. შემდეგ ამობს მოგვიტევე ჩვენ ვალები, ანუ თანანადებ ნიშნავს ჩვენი ვალები, გვაპატიე ჩვენი დანაშაული შენს წინაშე, ისე როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენს მოვალეებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსასწრებში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ანუ ჩვენ უნდა ვაპატიოთ ჩვენს მოვალეებს, თუ გვინდა რომ ღმერთმა გვაპატიოს ჩვენი დანაშაული, მაგრამ ნახეთ, აი ცოტა სულ ოდნავ განსხვავება, რაც თარგმანში ეთყობა დაიკარგა. ებრაულ ბერძნულში ასეა და ქრისტეც ამას ასე ეთყოდა, როგორც აუცილებლად. გვაპატიე ისე, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს. გესმით? ვაჭრობა კი არ არის ჩემს და ღმერთს შორის, რომ აი მე თუ ვაპატიებ, შენც მაპატიებ, შენ თუ მაპატიებ, მეც ვაპატიებ. არა. შენ უკვე უნდა აპატიო და იცოდე რომ მხოლოდ მაშინ გაპატიებს ღმერთს. საიდან ვიცით ეს? გახსოვთ? ქრისტე რო ამბობს, რომ აი შენ რომ მიგაქვს მსხვერპლი შესაწირად ტაძარში. დადე ეგ მსხვერპლი გზაზე, სადაც გახარ. წადი ჯერ შეურიგდი შენ ძმას, ვისაც ნაწყენი ხარ და შემდეგ შეიწირება ის მსხვერპლი. ანუ ჯერ უნდა აპატიო და მერე გაპატიებს შენ ღმერთი. გესმით? ამიტომ ჩვენ ვზავ მოგვიტევე ჩვენ თანანადებ ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ. ეს ნიშნავს სინამდვილეში რომ როგორც ჩვენ უკვე ვაპატიეთ იმათ, ვინ ჩვენ წინაშე შესწოდა. ასევე გახსოვთ, პეტრე როცა ეუბნება მას, რომ რამდენჯერ ვაპატიო ჩემს ძმას, რომელმაც ჩემს შესწოდა. 7 ჯერ? ერთ დღეში 7 ჯერ?
რას ეუბნება უფალი? 70 გზის 7 ჯერ. ანუ ეს პარაბოლაა, რა ეუბნება, რომ აი ეს 7 რას ნიშნავს? ეუბნება, ბრაზდება ქრისტე. 7 რა არის? 7 კი არა 70 ჯერ 7 ჯერ უნდა აპატიო. ხო ეს შეუძლებელია 70 ჯერ 7 ჯერ ვიმეს აპატიოს, ხო დღეს შეხო არ ხდება ეგრევე. ქრისტე ეუბნება, აი უსასრულოდ უნდა იყოს შენი პატიების მზადყოფნა და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსასწრელში, არამედ გვიხსენი ბროცდაგან. რაც ნიშნავს, ღმერთ შევყავართ ჩვენ განსასწრელში თუ არა, როგორ გონია? არასოდეს. სწორად გესმით თქვენ. ანუ, ნახეთ, აი ყურეთ, განსაცდელი და ცდუნება რით განსხვავდება ერთმანეთისგან. აი, ნახეთ, აი ჩვენ რომ ნუ შეგვიყვან განსაცდელში, ეს განსაცდელი შეიძლება იყოს ბოროტება რაც შეგვემთხვევა. ეს შეიძლება იყოს სასჯელი, რომელიც ჩვენი დანაშაულისგან მოგვეგო, ხომ? ეს შეიძლება იყოს ბოროტება, რომელიც სამყაროსგან მოდის. მაგრამ განსაცდელი, ცდუნება და გამოცდა სხვადასხვა რამეა. ბიბლიაში ჩვენ ხო ვიცით, რომ ღმერთმა ამ დროს განიზრახა გამოეცადა აბრაამიო. ხომ გახსოვთ ეს ადგილი? აბრაამს რომ ეუბნება, შემომწირე შენი შვილი მსხვერპლად, ხო ეუბნება? ეს ცდუნება იყო აბრაამისთვის თუ გამოცდა? რა თქმა უნდა, გამოცდა იყო აბრაამისთვის. და ღმერთმა იცის აბრაამის რწმენა, ამიტომაც როგორც აი ძეგლი ისე უნდა დაგვიდგას ჩვენ მაგალითი აბრაამის როგორი უნდა იყოს რწმენა ადამიანის. ეს არის გამოცდა. მაგრამ ცდუნება როცა მოდის ჩვენთან, ეს ღმერთისგან არასოდეს არ მოდის. ღმერთს არ სჭირდება ვინმე ცდუნება. ყველა ცდუნდება საკუთარი უნებებისგან, საკუთარი სურვილებისგან, საკუთარი ბოროტი სურვილებისგან, გასმით? ამიტომ ეს ორი რამ არ უნდა ავუდიოთ ერთმანეთს ჩვენ. ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსასწრელში, ნიშნავს რომ არ დაუშვა ღმერთო. არ დაუშვა რომ ჩვენი დანაშაული, ჩვენი ცდუნების, ჩვენი ბოროტების გამო შენ არ დაუშვა რომ განსასწრელში შევიდე. გასმით? თორემ ღმერთს არასდროს არავინ არ შეყავს ეს მას აუბრალოდ არ ჭირდება. მან იცის ისე და ჩვენ სად დავეცემით და სად გაუძლებთ. ეს ღმერთს არ ჭირდება. შემდეგ უფალი ამბობს. მიტევებაზე ამბობს კიდევ ორ მუხლს, რომ გააგებინოს მათ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთთან მშვიდობისათვის და სიმართლისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია რომ შენ ძალა შენ კონდეს შენს თავში გადაწყვეტილი რომ ყველას უნდა აპატიო მათი შეწოდებები. და ამბობს, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, თქვენს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც თქვენ შეწოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. აი მაგალითად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამისი კარგად გააზრება. თუ ადამიანი არ მოვიდა და ბოდიში არ მომიხადა, აი ხო ხანდახან არის რომ მართლა ჩემს წინაშე რაღაცა შესწოდა ადამიანმა. ხო, აი არ ხდება ესე ხო. ესე კი არ არსებობს რომ არავინ არავის წინაშე დამნაშავე არ. არის დამნაშავე ადამიანი ჩემს წინაშე მართლაც და თუ არ მოვიდა და ბოდიში არ მომიხადა, უნდა ვაპატიო თუ არ უნდა ვაპატიო? რა თქმა უნდა, გულში უნდა შევდო. როგორ? უნდა შევდო გულში. უნდა ვაპატიო მაინც. მაგრამ თუ მან მე ბოდიში არ მომიხადა, ჩვენ შორის მეგობრობა ხო შეუძლებელია. გესმით? ეს ორი რამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. მე მას როგორც ღვთის შვილს მე შეუნდე მას და მე არ ბოროტებას არ გადავუხდე შეუნდე, მაგრამ სინანული აუცილებელია იმისთვის რომ აღდგეს ჩვენ შორის ურთიერთობა. სხვანაირად ხო შეუძლებელია. აი მაგალითად ძალიან თვალსაჩინო მაგალითია რომ შვილი ხო უსაზღვროდ უყვარს ადამიანს, ხო შვილი. ან და, ან ძმა მაგალითად, ან დედა. აი დედა შენმა მაგალითად რაღაცა ისეთი ჩაიდინა, თუ აი ამასთან ერთი ადამიანი მეუნებოდა რომ დედა ჩემაო არ დამიჯერაო და ისეთი რამ ჩაიდინაო რომ მთელი სახლი დასანგრევი გამიხდაო მაგალითად, ხო? მოხდა ეს. თუ და რაღაცა იმდენად დიდი ზარალი მიაყენა ამ შობლის მოქმედებამ შვილს რომ მათ შორის გრძნობენ, თვითონაც გრძნობენ რომ თითქოს დაირღვა რაღაცა მათ შორის. ხო? თუ იქ სინანული არ იქნა და ბოდიში და პატიება არ იქნა, ვერ აღდგება. თუმცა ამ შვილს ისევ უყვარს ის დედა და ან შვილი როგორც უყვარდა, ხო?
ნაპატიები აქვს, გან არ აქვს ნაპატიები, მაგრამ ამ ამბის, ამ სინანულის და პატიების გარეშე და შენდობის თხოვნის გარეშე ვერ აღდგება ის ურთიერთობა. აი ასევეა ჩვენთან ღმერთს შორისაც ზუსტად გესმით? თუ ჩვენ ჩავიდენთ რაიმე ცოდვად, აი ქრისტემ ხომ გამოგვისყიდა ჩვენი დანაშაულისგან, ხომ? ქრისტემ ერთხელ და სამუდამოდ იგვაბრუნა 64-ში. მაგრამ ახლა რო ცოდავთ, ახლა რა ვქნათ მაშინ? ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ქრისტემ ახლა რასაც ცოდავთ, ამისთვისაც გადაიხადაო ჯვარზე, ხო ამბობთ? ანუ აღარ გჭირდება სინანული? გჭირდება თუ არ გჭირდება? რატომ გჭირდება? იმიტომ რომ ის ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა აღვადგინოთ ისევ. ხო, დაბლოკილები ვართ, გესმით? თუ ჩვენ ბოდიში არ მოუხადეთ ღმერთს, მან კი გამოგვისყიდა და ჩვენ 64-ში კი მიგვაბრუნა ისევ. ჯოჯოხეთში აღარასდროს აღარ დავრჩებით, მაგრამ მამის და შვილის ურთიერთობა რო აღვადგინოთ, აუცილებლად გჭირდება სინანული, ბოდიში და აღსარება. აი ამისთვის არის აღსარება. გესმით? ბატონო? იმიტომ რომ არის ჯგუფები ქრისტიანობაშიც, ვინც ამბობს, რომ ქრისტემ ხომ გამოგვისყიდა უკვე ჯვარზე, რაღაც საჭიროა აღსარება ამბობენ. რა თქმა უნდა, გესმით? აი იმან ხო თუ ყველაფრისთვის გადაიხადა უკვე ჯვარზე. ამბობენ რომ აღსარება რაღაც საჭიროა, სინანული რაღაცი მჭირდება ამბობ. იმისთვის გჭირდება რომ მან კი ისევ შვილის მდგომარეობაში დაგაბრუნა, მაგრამ შვილიც ხო სცოდავს მშობლის წინაშე და თუ მან ბოდიში არ მოუხადა მშობელს, ვერ აღდგება მათი შვილის და მშობლის ურთიერთობა. ხო გასაგებია? აი ეს უნდა გვახსოვდეს, ამიტომაც გჭირდებათ აღსარება. გესმით? აი ჩვენ თუ რაიმე შევცოდეთ ძალიან მძიმე, ან სუბუქით უნდაც. თქვენ თუ აღსარებაზე, ღმერთის წინაშე აღსარებაში და სინანულით ეს არ გამოხატეთ, თქვენ და ღმერთ შორის დაბლოკილია ეს ურთიერთობა, აი როგორც თქვენ თქვა. თქვენ და ღმერთ შორის აღარ არის ის კავშირი. ეს უნდა ამისთვის გჭირდება სინანული და აღსარება. შემდეგ მესამე მაგალითი მოყავს ქრისტეს, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთ მაგთთან მსგავსად, თავპირი რომ ჩამოსტირით, რათა მართლა ჯვეჩვენონ ხალხს, გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს მათი საზღაური, ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხევ და დაიბანე პირი შენი და ხალხს კი არ ეჩვენო მარხველად, არამედ და ფარულში მყოფ მამას შენსას და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად. ნახეთ? მარხვის დროს წესი ჰქონდათ მათ ესეთი, რომ ბევრი ზოგიერთი მათგანი ჯდებოდა ნაცარში, დადიოდა დაგლეჯილი ტანსაცმელი ძაძაში, რომ დაენახა ხალხს, რომ როგორი მოუვლელია. ზეთის ცხება, ზეითუნის ზეთს იცხებდნენ ხოლმე, როგორც დღეს კრემს და კოსმეტიკას იცხებს ადამიანი, მაშინ იუდეველები ზეთს იცხებდნენ, რომ სახე მოვლილი ჩანდა, თმა დავარწმუნდეს და მარხვის დროს ზოგიერთები ამას არ კიდე განმირყვნიან პირნი მათნი, ანუ ესეთი წუხარე და მოუვლელი სახით დადიოდნენ, რომ ხალხს დაენახა, როგორ ტირის და როგორ განიცდის თავის წოდებს. ის დაუნება, ჩემს მოწაფეებში ასე არ გააკეთოთ. მარხვის დროს არავინ არ დაგინახოს, რომ მარხულობ, პირიქით, იმ დროს ლამაზად გამოიყურებოდი, მოუვლილად, რომ დაფარულში მყოფი მამა შენი ხედავდეს ამას და მოგაგოს შენ ცხადა. ხო გასაგებია? აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი. და ამის შემდეგ უკვე ამბობს ქრისტე, მე-19 მუხლიდან ნახეთ. აი ეს ყველაფერი, რაც მე გითხარით, ეუბნება ყველის საქმე, ლოცვა, მარხვა, ეს ამითი თქვენ აგროვებთ საგანძურს. ამითი თქვენ აგროვებთ საუნჯეს და ეუბნება ნუ მოაგროვებთ საუნჯეს ამ ქვეყანაზე. არამედ სადაც ჟანგი და მღილი ღრნის, სადაც პარავნი თხრიან და იპარავენ, არამედ მოაგროვეთ თქვენი საუნჯე ზეცაში, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერ ღრნის მას და სადაც პარავნი ვერ დათხრიან და ვერ მოიპარავენ, ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. ნახეთ რა ზეუნება, თუ ამას ასე არ გააკეთებთ, როგორც მე გეუბნებით თქვენ, თუ ქველის მოქმედებას დასანახად გააკეთებთ, თუ ლოცვას დასანახად ილოცებთ, თუ მარხვასაც დასანახად, იცოდეთ რომ თქვენი საუნჯი აგროვდება დედამიწას. იცოდეთ, მაგრამ თუ ისე გააკეთებთ, როგორც მე გეუბნებით, როგორც ჩემი მოწაფეები უნდა იქცეოდნენ, იცოდეთ რომ თქვენი საუნჯე
ზეცაში გროვდება. ეს თავის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, ეს აბზაცები ერთმანეთთან როგორ არის გადაბმული. გესმით? ეხლა ჩვენ თუ ეს ამოგრეჯილად წავიკითხეთ, ნუ იუნჯებ, ნუ აგროვებ საგანძურ ზეცაში, მეგონება რომ რაზე ლაპარაკი ხა ბანკში ფულის მოგროვებაზეა თუ რაზე ლაპარაკი, მაგრამ აი წინ რაც წავიკითხეთ, იმ კონტექსტში თუ ხედავთ ამ მუხლებს, უკვე ხვდებით რომ იმაზეა ლაპარაკი, იმ საქმეებით, რაც ჩვენი საუნჯე, ჩვენი სიმდიდრე გროვდება ზეცაში. რადგან სადაც საუნჯეა თქვენი, იქვე იქნება თქვენი გული. სიმდიდრე არის ძალიან დიდი საშუალება. სიმდიდრე და ქონება არის ძალიან დიდი საშუალება. ხანდახან ადამიანი წუწუნებს რომ აი რატომ მე არ მყავს ესეთი ძვირფასი მანქანა, რატომ მე არ მყავს ესეთი ძვირფასი სახლები, ქონება, იცოდე რომ უდიდესი საშიშროებაა და უდიდესი ტვირთი არის ქონების მამონა ქვია ამას სახარება ჩვენ ახლა ვნახავთ რომ აი ერთი ძვირფასი მანქანაც კი რომ მყავდეს იცოდე რომ შენი ცხოვრების 20% იმაზეა ორიენტირებული. იმხელა საზრუნავია ის და იმხელა ტვირთია, იმხელა დარდი გაქვს რომ როგორ მოუარო, როგორ ის მიხედო, როგორ შეინახო, მე რომ წლები გაუვა, როგორ გააყიდო რომ არის არალო, გესმით და იმდენი დრო და ფიქრი და ენერგია ჭირდება იმას, ღმერთი გიცავს რომ არ გაძლევს დიდ ქონებას. გესმით? ასე უნდა იფიქროს რომ ღმერთი გიცავს რომ დიდ ქონებას შენ არ გაძლევს, გაძლევს იმდენს რომ შენ დრო, უნარი და საშუალება გქონდეს რომ იფიქრო ღმერთზე და იფიქრო მარადიულ ცხოვრებას. ასე უნდა გავიგოთ ეს აუცილებლად. ერთი მოგცემს ხოლმე იმას რაც ჩვენ გვჭირდება. და შემდეგ გადადივარ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ეს 22 მუხლიდან, რომელიც ხშირად ადამიანებს არ ესმით, ან ძნელი გასაგებია, მაგრამ მე მინდა რომ ხა ძალიან მარტივად ეს თქვენ გაჩვენოთ. ვინაიდან სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმინდა, ნათელი იქნება შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი? რას ამბობს ამითი იესო ქრისტე? აი, ნახეთ, ქრისტე მათ რო ელაპარაკება, უცხო რამეებზე კი არ ელაპარაკება. ეს სწავლება მათ იციან. ეს მათთვის ცნობილია, გესმით? აი რა არის მაგალითად, როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ? ერთი მოძღვრის, აი მიდრაშიდან მინდა გაჩვენოთ ერთი განმარტება ამ ადგილის და ქრისტე მიდრაში არის ჯულის განმარტება იუდეველებს. ქრისტე ამაზე რომ ჩამოაგდებს საუბარს, მან იცის რომ მათი მოძღვრები რასაც სწავლიან და იქიდან გამომდინარე ეუნება მათ. ნახეთ რას ეუნება. ძველ აღთქმაში იყო იგავთა წიგნის 26 თავშია ეს რომ რადგან ლამპარია მცნება და სინათლეა რჯული. ანუ სანთელი, ნამდვილი სანთელი არის მცნება, უხდის მცნება და სინათლეა რჯული. ანუ ბიბლია არის სინათლე. ასევე მეორე ადგილია იგავთა წიგნის მე-20 თავში. კაცის სულია უფლის ლამპარი, მისი შინაგანის გამომკვლეველი. გესმით? ანუ ეს ბიბლია და მცნება რაც მასში მოცემული არის ლამპარი და ნათელი, ხო? იმიტომ რომ ეს გვაჩვენებს საით უნდა ვიაროთ, ხო? ხომ ეს? მაგრამ თავიდან ადამიანსაც თურმე აქვს მასში უფლის ლამპარი. ადამიანშიც არის უფლის ლამპარი. რა არის უფლის ლამპარი? ადამიანის სული. გესმით? ადამიანის სული არის ის ანთებული ლამპარი, რომელიც ღმერთმა ანთო მასში, როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი და ეს ლამპარი და მეორე ლამპარი. ნახეთ და მათი მოძღვრები როგორ განმარტავდნენ აი ამას, აი ამ ორ მუხლს იგავთა წიგნიდან. რაბი ელიაზარმაო, თქვაო, ესეთი რამ. ეს არის ქრისტეს ცოტა შემდგომი პერიოდი. ქრისტე უკვე ჯვარცმულია, ამაღლებულია, მის შემდეგ ჩაიწერა ეს ყველაფერი. მანამდე ზეპირსიტყვიერად იცოდნენ მათ ეს. და რა თქვა ამ რაბიმ რომ თქვა ღმერთმაო, უთხრა ადამიანს, ჩემი ლამპარი შენს ხელში იყოსო და ჩემი ლამპარი შენს ხელში იყოს. გესმით? ანუ ღმერთი ეუბნება რომ ჩემი ლამპარი შენ გეჭიროს, შენი ლამპარი მე მეჭირება ხელში. რას ნიშნავს ესო? ჩემი ლამპარი შენს ხელში ნიშნავს რომ ბიბლიასო. ღმერთი ეუბნება რომ ჩემი ლამპარი, ანუ ჩემი სინათლე, რომელიც შენ ხელში გიჭირავს არის
ჩემი ჯულიო, ანუ ბიბლიაო. და შენი ლამპარი ჩემს ხელში არისო, შენი სული, რომელიც მე მიჭირავს ხელში და შენი სული გამომკვლეველია ყველაფრის, რაც შენშია. ყველაზე მაღალი, ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ღვთაებრივი ჩვენში არის ჩვენი სული. გესმით? ამითი განსხვავდებით ჩვენ ცხოველებისგან. და ღმერთი ეუბნება ამის გამო ადამიანსო, რომ შენ თუ დაიცავ ჩემს ლამპარსო, მე დავიცავ შენს ლამპარს. გესმით? შენ თუ გაუფრთხილდები ჩემს ლამპარს და დაიცავ ბიბლიას, მე დავიცავ შენს ლამპარს, ანუ შენს სულს. გესმით? და ისევე როგორც მეორე მოძღვარმა თქვაო, რაბი ახა იყო ესეთ მოძღვარმა თქვაო, რომ როგორც მეფეებს ყავთო, მიწიერ მეფეებს ყავთ მზვერავებიო, რომლებიც ყველაფერს მოახსენებენ ხოლმე მეფესო, ასევე ღმერთსო ყავსო მზვერავი ადამიანშიო, რომელიც ყველაფერს აგებინებსო ღმერთსო. რა არის ეს მზვერავი? სული. ანუ სინდისი იგივე, ხო? ადამიანის სული არის ღმერთის მზვერავი ადამიანშიო, რომელიც ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანში რაც ხდება, ყველა მის საქმეს, კეთილსაც, ბოროტსაც და შემდეგ მის ფარველ ანგელოს ატყობინებსო სულიო. შენ თუ შეაწუხე შენი სული, შენი ურჯულო საქმეებით, ის ფარველ ანგელოს ეუბნება, შენ რაც ჩაიდინე, ის ქერუბიმს ეუბნება მერეო და ქერუბიმს ღმერთთან მიაქვსო და ატყობინებსო, გესმით? ამიტომ შენ დაიცავი ჩემი ლამპარი რჯული მცნება და მე დავიცავ შენ სულს. ეს მე გითხარით ის ქრისტე რაც ლაპარაკობს იუდეველთა შორის რას ფიქრობდნენ და ახლა ჩვენი მოძღვრება რას ამბობს ამაზე? ეს ხო საინტერესოა, აი, მე მაქვს აქ მოტანილი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, ხო, იოანე დამასკელის თხზულება, რომელიც აი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და სავალდებულო. იქ წერია, რომ ღმერთმა ადამიანი თავისი ხატისა და მსგავსებისაგან შექმნაო და მისცა მასო მოაზროვნე და გონისმიერი სული. გესმით? შექმნა მატერიისგან ადამიანი და მის შთაბერა მან ღმერთმა სიცოცხლე ადამიანს და მისცა მოაზროვნე და გონებისმიერი სული. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ სული არის გონება. სული და გონება ყველაზე ახლოს ერთმანეთს. ამიტომ სულ და შემდეგ უკვე ცოტა მოგვიანებით იოანე დამასკელი ამბობს, აი იგივე ამ წიგნში, რომ როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში რა? გონება. ხო, სულის თვალი, სწორია. ანუ სულის თვალი არის გონება. გესმით? ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ გონებით შევიმეცნოთ ეს ყველაფერი, რომ თუ გონებით ცოცხალი ხარ, შენი სული ცოცხალი, ხო? ამიტომ ღმერთმა იყურეთ, ჩვენ თუ ვთქვით, რომ ეს არის ღმერთის ნათელი, ხო? ლამპარი, ღმერთს არის ბიბლიაო. მაგრამ ბიბლია რითი უნდა შევიმეცნო მე? ჩემი გონებით. ჩემი გონება არის ჩემი სულის თვალი, გესმით? და აი ეს ლამპარი აცოცხლებს ჩემს ლამპარს, ჩემში რაც არის. ამიტომ აი ეხლა ეს ადგილი უკვე გასაგებია. ხო, ნახეთ რა ამბობს? სხეულის სამთელი არის თვალი, ამბობს ქრისტე. თუ შენი თვალი ჯანსაღია, ნათელია, მთელი შენი სხეულიც, ხო? ბრმა თუ ხარ, აი რა თქმა უნდა უყვას, რომ ბრმა თუ ხარ, სხეულზე რა გჭირს, ხომ ვერ ხედავ. ხომ ესეა? აი, ასევე თუ შენი გონება დაბნელებულია მიწიერი საქმეებით, შენი სული, შენ სულს უჭირს. ამიტომ როგორც ჯანსაღი თვალი მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებისთვის, ასევე ჯანსაღი გონება მნიშვნელოვანია სულიერი ცხოვრების. ხო გასაგებია? ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ შემდეგ საუბარში კიდევ მოსდევს ამას, რომ ამიტომ არ დაიმძიმოთ თქვენი გონება ძვირფასი მანქანებით, სიმდიდრით, ფულით, ბანკის ანგარიშებით, სახლებით. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენ აბნელებ შენს თვალს და ვეღარ ხედავ შენი სული საიწავია. ხო გასაგებია? აი ამიტომ ამბობს. თუ შენი თვალი ჯანსაღია ყველაფერი. თუ გონების თვალი, შენ გონების თვალი, სულის თვალი ჯანსაღია, გონება, ხო? მაშინ ჯანსაღია შენი სულიერი ცხოვრება. აი ეს არის. გავგებარი ხო არ არის რამე?
ხო, აი ამის თქმა უნდა უფრო ცოტა ფალი ამას ცოტა დაფარულად ამბობს, გესმით? აი ალეგორიულად ამბობს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ეს აი ამის საფუძველზე, რაც ჩვენ მათ სწავლებაში და ჩვენ სწავლებაშიც არის, უნდა გავიგოთ რომ სულის თვალი არის გონება და სულის თვალზე ლაპარაკობს უფალი ჩვენი აქ დროს. არავის ძალუც ორი ბატონის მონობა, რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეიყვარს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. ორი ბატონის მონობა არავის შეუძლია ამბობს. ან ერთი გიყვარს და მეორე გძულს, ან ერთს ემსახურები და მეორეს უულებელყოფ, შეუძლებელია ღმერთის მონებიც იყოთ და მამონას. აი მამონა არის ზუსტად ის არამეული სიტყვა. მამონას ნიშნავს ქონებას, სიმდიდრეს, ის რაც ჩვენ მიგვაჯაჭვავს და ამ ქვეყნიური რაც არის, გესმით? მატერიალური ქონება არის აი მილიონერები და მილიარდელები. აი ამ მამონაზე არიან დამოკიდებულები. იმიტომაც ხანდახან დიდუბედურებებს ჩადის დიდარი ხალხი, იმიტომ რომ იმდენად დამოკიდებულია იმ სიმდიდრეზე, რომ ყველაფერს გაწირავს. ყველაფერს გაწირავს, ოღონდ ის სიმდიდრე, ეს სიმდიდრე იყოს უსაფრთხოებაში. გესმით, საშინელება ამის დანახვა, ხო? შეიძლება კაცმა მთელი ქვეყანა გადააყოლოს სიმდიდრეს. ხო, კი, ზუსტად. და შეიძლება მთელი ქვეყანაც კი და ხალხიც გადააყოლოს სიმდიდრეს ადამიანმა, იმიტომ რომ იმდენად მამონაზეა მიჯაჭვული. მაგრამ ორი ბატონის მონობა, რა საინტერესო რაღაცაა, იცით რომ იგივე ჩვენ თალმუდიდან და მიდრაშიდან ვიცით რომ ორი ბატონის მონები მართლაც იყვნენ ზოგიერთი ადამიანი. ეს პრაქტიკაში იყო. და რა საინტერესო რა არის? ქრისტე რატო ამბობს? აი საინტერესოა, რატომ ამბობს ორი ბატონს რატომ ახსენებს? იმიტომ რომ მათი მოძღვრებთან იყო ეს თალმუდში და მიდრაშში იყო ასეთი კანონი, რომ წელიწადში 3 ჯერ ყველა უნდა ასულიყო ტაძარში, ხო? სავალდებულო დღესასწაულებს. პასექზე, შაბათობაზე და კარვობაზე. მაგრამ იქ იყო ჩამონათვალი ადამიანების, ვინც თავისუფალი იყო ამ ვალდებულებისგან. მაგალითად, აი შეშლილი ვინც იყო, ბრმა ვინც იყო, ხეიბარი ვინც იყო, ან ქალებიც და ბავშვები, ასევე თავისუფალი იყო იმისგან, ვინც ორი ბატონის მონა იყო. გესმით? თუ შენ ორ ბატონს ეკუთვნოდი, მაშინ თავისუფალი იყავი. ანუ შენი გული ერთ ბატონს უნდა ეკუთვნოდეს და მაშინ შეგიძლია ღმერთს ემსახურო. და შემდეგ ამბობს, ამიტომაც გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისთვის, რა ვჭამოთ, ან რა ვსვათო, ნუს თქვენ სხეულისთვის, რა შევიმოსოთო, განა სული უფრო მეტი არ არის ვიდრე საზრდელი და სხეული უფრო მეტი არ არის ვიდრე სამოსელი. შეხედეთ ცისფრინველებს, არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ და მამა თქვენი ზეციური არ ჩენს მათ. განა თქვენ უფრო მეტი არ ხართ ვიდრე ცისფრინველნი, ამბობს უფალი. ნახეთ, ამიტომ აფრთხილებს მათ რომ არ დაიყო ჩემს მოწაფეებში არ იყოს ზრუნვა, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა ჩავიცოთ, ეს წარმართების საზრუნავია ეს. რადგან შეხედეთ, იობის წილის მე-12 თავშია ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ მე თქვენ. რას ამბობს ბიბლია აი ამ მე-12 თავის მე-7 მუხლი. ერთი კითხე პირუტყვს და გასწავლის. ცისფრინველს უთხრა კითხე და ის გაგაგებინებს, ის გასწავლის როგორ უნდა იცხოვრო. ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის და მოგახსენებენ ზღვის თევზები. რას მოგახსენებენ? ცხოველებს კითხეო, ფრინველებს კითხეო, მიწას კითხეო და თევზებს კითხეო და გასწავლისო. იობი რატო ამბობს ამას? რა შეიძლება მასწავლოს მე ცხოველმა ან ფრინველმა? ზუსტად აი ეს მინდობა ღმერთზე, რომ არც თესავენ, არც ხნავენ, არც ბანკებში აგროვებენ ფულს და ყოველ დღე თავის საზრდოს პოულობენ. ხომ ესეა? ბატონო? ან უფალი აძლევს მათ ყოველ დღე იმას, რაც მათ ჭირდებათ. აი ამას ეუბნება ქრისტე, რომ თქვენი გონება ნუ დამძიმდება ყოველდღიური ამ მომავალზე ზრუნვით, რომ რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა ჩავიცოთ. აი ამ მიდრაში არის ესეთი ადგილი, რომ თუ გინახავსო, როდის მე მელა რომ ვაჭრობდესო,
ან თუ გინახავს როდისმე მგელი რო ქოთნებს ახსავდეს და ყიდდესო, ან თუ გინახავს როდისმეო რომ რომელიმე ფრინველი რაიმეს ხელობას რთავდეს, ქსოვდეს და ყიდდეს თანსაცმელსო, მაგრამ ხო ცოცხლობენ. მაგრამ ეს ცხოველები და ფრინველები რატო შექმნა ღმერთმაო? იმიტომ რომ მე მემსახუროს, ადამიანს მემსახუროსო. და თუ ნახეთ ლოგიკა მეტის მცირეიდან ავდივართ უფრო დიდზე და თუ ისინი ვინც ჩემთვის შექმნა ღმერთმა რომ მე მემსახურონ ასე ცხოვრობენ მე უფრო მეტად არ მომცემს ღმერთი იმას რაც მჭირდება ყოველ დღე ამობს წერილი ამიტომაც გეუბნებით თქვენ ან რომელ თქვენგანს შეუძლია ბევრიც რომ ეცადოს თუნდაც ერთი ციდით მოიმატოს ცხოვრების სიგრძე. ან აღწერია სიმაღლე, მაგრამ ეს შეცდომა. ძველ ქართულში წერა ჰასაკი. ჰასაკი ნიშნავს სიმაღლესაც, სხეულის სიმაღლესაც და ჰასაკი ნიშნავს ასევე ცხოვრების ასაკსაც. აქ ქრისტე გულისხმობს, რომ ძალიანაც მოინდომოთ თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას, როგორ მოუმატეთ. ღმერთის ხელშია, როცა თქვენ ამ ქვეყნიდან გახვალთ. ამიტომ შეხედეთ და ან სამოსვლისთვის რატომ გაზრუნავთ? შეხედეთ როგორ იზრდებიან ველი შროშანი, არ ჩრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, თვით სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თითოეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ ცირედ მორწმუნეებო? ველის ბალახს. ნახეთ, ერთი ასეთი ადგილია იერემია წინასწარმეტყველის 39 თავშია, რომ იერემია, როცა ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო ის იერუსალიმი და აოხრა, მას ჰქონდა რთუხუცესი, ანუ მისი ვეზირი ერთი ნაბუზარადანი. და ალბათმა იცოდნენ, რომ იერემია წინასწარმეტყველებდა, რომ ნაბუქოდონოსორი მოვა და დაგიპყრობ თქვენი ურჯულოების გამო და როცა დაიპყრეს, იერემია დააპატიმრეს, მაგრამ რომ იცოდნენ, რომ ეს ის იერემია, ვინც აფრთხილებდა მათ, ნაბუზარადანმა გაუშვა, გაათავისუფლა. და ებრაელები შემდეგ ამბობდნენ, რომ აი ნაბუზარადანიც კი ესეთი მოწყალე თუაო, ბაბილონელი მეომარიო. ღმერთი როგორი მოწყალე იქნება ჩვენს მიმართოთ თუ მას მიუბრუნდებით და მის მცნებად ავასრულებთ. გესმით? ანუ ყველაფერი რასაც ვხედავთ ჩვენ ამ სამყაროში მეტყველებს ღმერთზე. თუ სამყაროში ასე ხდება, ღმერთი იმაზე უსასრულოდ დიდად მოწყალეა და წყალობელი იქნება ჩვენთვის. ნუზრუნავთ და ნუიტყვით, რავჭამოთ, რავსვათ ან რით შევიმოსოთო. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ და ვინაიდან იცის მამამ თქვენმა ზეციურმა, რომ გჭირდებათ ეს ყველაფერი. ეს არის წარმართული ცხოვრების წესი, ანუ ურწმუნო ხალხის ცხოვრების წესი, რომ ამ ქვეყნიურზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მაგრამ ეხლა ისე უნდა გავარჩიოთ ერთი რამე. ქრისტე ვის ელაპარაკება ამას? თავის მოწაფეებს. ერთ კონკრეტულ ადამიანს, ერთ ქრისტიანს, ხომ ასე? სახელმწიფომ შეიძლება ასე იცხოვროს. ერთი დღით ხო სახელმწიფო ვერ იცხოვრებს. რა თქმა უნდა, ვერა. ანუ სახელმწიფო უნდა იფიქროს, რომ ერთი წლის მარაგი გქონდეს მას, ხორბლის. სახელმწიფო უნდა იფიქროს, რომ გქონდეს მას მარაგი იმ სარჩოსი, რაც ადამიანს ჭირდება. ეს სახელმწიფოს არ ეხება. გესმით? ჩვენ თუ ეს გადავიტანეთ სახელმწიფო დაიქცევა მეორე დღესვე. ვერც ოჯახიც ვერ იქნება ასე მთლად, იმიტომ რომ ოჯახი უკვე შეიძლება შედგებოდეს ბევრი ადამიანისგან, რომელსაც ყველას თავის საჭიროება აქვს და ადამიანი ხანდახან ფიქრობს იმაზე, რომ აი თქვა მოვა წლის ბოლო და მის შვილს სჭირდება რაღაცა. ეს ამაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ არის პანიკური შიში იმაზე, რომ რა გვეშველება. მე შეიძლება ვიფიქრე, რომ აი მაგალითად 6 თვეში ჩემ შვილს ფეხის ერთი ზომი დიდი ექნება და წინასწარ ვუყიდო ფეხსაცმელი. განა ამაზეა ლაპარაკი. ეს ის კი არ არის, რომ მე არ ვენდობი ღმერთს. არა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შენ უნდა მიენდო ღმერთს და იცოდე, რომ დღეს თუ მოგცა, ხვალაც მოგცემს. დღეს ხო მოგცა ღმერთმა ყველაფერი, ხო? ხვალაც მოგცემს, ზეგაც მოგცემს. აი ამაზეა ლაპარაკია. ერთი ადამიანი როგორ უნდა იყოს მინდობილი ღმერთზე. და შემდეგ ეუნება მთავარს. აი რითიც დაიწყო ქრისტემ ეს თავი, იქ ამთავრებს.
ეკრძალეთ სიმართლეს ხმა. სიმართლე რა უნდა იყოს თქვენი? მას ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემა თქვენ. ღმერთის სამეფოს სიმართლე ეძებეთ უპირველესად და დანარჩენი რაც ამგვარად იგებათ ყველაფერი მოგეცემა თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისთვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას, ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. ნახეთ, ერთი ადგილი მინდა გაჩვენოთ კიდევ თქვენ. ერთი ესეც მიდრაშიდან, რაღაც წავიკითხავ, ისე გეტყვით შინაარს იმისას. ერთი მოძღვარი ამბობდაო, რომ მე ჩემ შვილსო ხელობასზე უფრო მეტადო ვასწავლი ბიბლიას. იმიტომ რომ მე ვიციო რომ ხელობა რო შევასწავლე და დურგლობა შევასწავლე მას, ან კერაობა, ან სხვა რამე. მე ვიცი რომ მოცა დაბერდება ის ამას ვეღარ გააკეთებს. მაგრამ თორე ბიბლიის ცოდნა არასდროს არ მოშორდება მასო. ახალგაზრდობაშიც გააძლიერებსო და მოხუცი რო იქნება, მაშინაც ბედნიერებას მისცემს მას თორაო და ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, ნახეთ, ამას იმიტომ ამბობს რომ იესაია წინასწარმეტყველის მე-40 თავში არის ახალგაზრდებზე ნათქვამი. მე მინდა ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ეს და იფიქრონ ამაზე. აი ახალგაზრდებზე რას ამბობს წმინდა წერილი. განა არიცი, ნუ თუ არ გსმენია, მარადიულია ღმერთი უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება. ღმერთი არ იღლება და არ იქანცება. ანუ ღმერთის მოქმედება არასდროს არ ჩერდება. გესმის და მე თუ მინდა რომ ჩემში იყოს ძალა, ენერგია და არ დავიღალო, ღმერთზე უნდა იყო პირველ რიგში მინდობილი. ღმერთია ის, ვინც მაძლევს მე ძალას. და შემდეგ ამბობს, ის აღონიერებს დაღლილ დაკანცულს და უძლურს ძალას აძლევს. იღლებიან ჭაბუკები. იქანცებიან, მაგარი ვაჟკაცები ემხობიან. საკუთარ ძალებზე როცა არიან დაყრდნობილი. უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან. ძალას, ვინც აძლევს ადამიანს, არის ღმერთი, მისი ძალით ახსილი არ იქანცება. აი, გუშინ მე შტუტგარტში საუბარი ქონდა იგივე თემაზე და მათაც მოუყევი, რომ აი, მეც შემთხვევია და თქვენ შეგთხოვიათ ეს. ხანდახან მომხდარა ხოლმე ეს, რომ აი ძილის წინ საღამოს ბიბლიას კითხულობ კიდევ ერთხელ რაღაცას ეძებ, რაღაცას და ისეთ რაღაცას აღმოაჩენ, რაც შენ აქამდე ვერ ხედავდი. აი სული წმინდა იმ დროს გაგიხსნის იმ ცოდნას და შენ მიხვდები, რას გულისხმობს ღმერთის სიტყვა, ხო? დაწვევი და არ გეძინები. დაღლილი ხარ მთელი დღის, დაწვევი და ვერ იძინებ. თქოს უზარმა რაღაცა ენერგია გაქვს. რაღაც დიდი ენერგია და ვერ დაიძინებ. ადგები ისევ, არ ჭამაგინდა, არც გამაჭამა ყველას გიყვარს, ხო? არ ჭამაგინდა, არც მაგინდა, გარდა იმისა, რომ იმაზე იფიქრო, აი რაც იმ დროს გაგიხსნა ღმერთმა, გესმით? აი ეს არის სიცოცხლე, ეს არის ის ზეციური პური, რომელსაც ჩვენ ღმერთი გვაძლევს. ყველა ბევრს გამოგისციათ მე ვიცი თქვენ შორის ეს. რომ აი აღმაფრენა გაქვს რაღაც ისეთი, რომელსაც ვერც პური შეედრება, ვერც საჭმელი, ვერც საკვები, ვერაფერი სხვა, ერთი ღმერთისგან მოდის ის და შენ იცი რომ აი ის რაც შენ არ გესმოდა და ახლა გესმის, სული წმინდამ გაგიხსნა აუცილებლად ის ცოდნა. გესმით? აი ამაზე ლაპარაკი ეს. ახალგაზრდებს აძლიერებს და 91 ფსალმში რომ მიიწივდნენ იგინი სიბერესა, სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასაო. ნიშნავს ასეnyავს რომ სიბერეშიც კი გაპოხილები არიან, აი ბედნიერებით სავსენი არიან და გაფუფუნებული არიან აი ამ ბედნიერებისგან რომ ესმით ღვთის სიტყვა. აი იმიტომ ამბობს ის მოძღვარი რომ ბიბლიას ვასწავლე ჩემ შვილს როგორც პირველ ხელობას. პირველი ხელობა ჩემი შვილის იქნება ბიბლია და მისი ცოდნა და დანარჩენი ყველაფერი შემდეგ. და ქრისტეც აი ამას ამბობს ზუსტად რომ თქვენ პირველ რიგში ეძებეთ ღმერთის სასუფეველის სიმართლე და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ თქვენ. და დასასრულს ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღის. აი ნუ ზრუნავთ ნიშნავს რომ აი ნუ იქნებით აი ამ შეშინებულ მდგომარეობაში. რა გვეშველება ხვალ.
რა იქნება დაძაბული მდგომა შიში ნუ გექნება რა თქმა უნდა ფიქრი შეიძლება ამაზე რომ აი რა იქნება ერთ კვირაში როცა ჩვენ წირვაზე მოვალთ ისე ვაგ ეხლა მე ჩვენ თუ ტაძარი არ დავალაგე დღეს შემდეგ კვირა ჭუჭკანი ტაძარში ვიქნებ ამაზე კი არ არის ლაპარაკი აბარგი იმაზე რომ შიში პანიკური შიში ამაზე და ყოველი დღე თვითონ იზრუნებს თავისას ნახეთ ეს ადგილი წაგიკითხოთ მინდა და ამით დავასრულოთ ასე ფიქრობდნენ ძველ აღთქმაში მათი მოძღვრები რომ მოსეს უთხრაო ღმერთმაო რომ მე ვიყავი ისრაელთანო როგორც ფარველი მათი ეგვიპტის ტყვეობაშიო და მე ვიქნები მათთანო სხვა ხალხების ტყვეობაში რო იქნებიან მაშინაც მოსეს უთხრა ღმერთმა ესო ანუ მათ ზების სიტყვებით გადმოცემაში იყო ეს რომ ეს იცოდნენ მათ რომ მოსეს ასე უთხრა ღმერთმა რომ ისრაელი როცა სხვა ხალხების ტყვეობაში იქნება ბაბილონელების, პარსელების, ბერძნების, მაშინაც მე ვიქნები მათთან და უთხარიო ესო ისრაელსო და მოსე კადნიერდება და ღმერთს ეუბნება რომ ღმერთო საკმარისიაო როცა მოვა ეგ ტყვეობაო ეხლა რატო წინასწარ რატო უთხრაო და რატო ვანერიულო ეს ხალხიო ეუბნება მოსე ღმერთს რომ როცა მოვა ის დრო და მოხდებაო მაშინ ხო იქნებიო და საკმარისიაო წინასწარ რატო უნდა უთხრაო და ღმერთი როცა ამას ეუბნება მე ვიქნები რომელიც ვიქნები ღმერთს ხო ასეთ სახელი აქვს ნახეთ იაჰვე აი რაც ჩვენ თქვით რომ ნიშნავს ყველაფერს ეს შეგვიძლია თქვათ ასე მე ვარ რომელიც ვარ მე ვიქნები რომელიც ვიქნები მე ვიყავი რომელიც ვიყავი ან მე ვიყავი რომელიც ვიქნები ან მე ვარ რომელიც ვიყავი აი ყველა დროს და ყველა ფერს მოიცავს აი ეს სახელი ღმერთის ის ნიშნავს მარადიული ყოველთვის მყოფი, რომელიც იყო, არის და იქნება. როცა მოსეს ამას ეუბნება, ღმერთი ეუბნება, მე ვიყავი, რომელიც ვიქნებიო, ასე უთხარიო, გზავნის თქვენთანო. მე ვიყავი, რომელიც ვიქნები, იმიტომ რომ ვიყავი ეგვიპტეში მათთან, რომელიც ვიქნები. თან ღმერთის სახელია ამას ჩადებული. და ხან მოსემ უთხრაო, რომ არ გვინდა ეხლა მაგის თქმაო, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი ეუბნება მას, რომ მაშინ მარტო ესე უთხარიო. მე ვიქნები მგზავნის თქვენთანო და გაამხნევე ამითიო. მე ვიქნები თქვენთან. გესმით? ამიტომ ჩვენს როცა შიში ამ ცხოვრებისეული ჩამოგვიდის, იცით, მე ვიქნები, ან ღმერთის სახელია, მე ვიქნები თქვენთან იმ დღეს, როცა დაგჭირდებათ პურიც, წყალიც, ჩასაცმელიც, ყველაფერი ამ ქვეყნიური და მოგცეთ ამათ, მოგცემ და თქვენ გევალებათ რა? ეძებეთ სიმართლე ღმერთის სასუფეველის და დანარჩენი მე ვიქნები თქვენთან. აი ამას ამბობს ღმერთი და ქრისტე გვეუბნება რომ ჩემმა მოწაფეებმა აი ასე უნდა ცხოვრონ. თუ ასე ვიცხოვრეთ, იცით, შეგვეწევა კიდევაც ღმერთი. ყველა განსასწრებელს დაგვიხსნის და თან არც მოწყალების გაცემა არ შეგვეშინდება. თუ რასაც ჩვენ მოწყალებას გავცემთ ქრისტესაც ამბობს, იმას ხო ჩვენ ვიკლებთ. მაგრამ მე თუ ვიცი რომ მე ხვალ ღმერთი ჩემთან იქნება და ისევ მომცემს რაც ჭირდება არც მოწყალების გაცემა არ დამენანება არც შრომა არ დამენანება არც დახმარება იმიტომ რომ მე იმედი მაქვს მე დაიმედებული ვარ ღმერთზე მე დაყრდნობილი ვარ ღმერთზე და ვიცი რომ ყოველ დღეს ღმერთი მომცემს იმას რაც მე მჭირდება აი ამას გვეუბნება ქრისტე თავის მოწაფეებს ის რომ მოხდეს ჩვენში ყოველ აკაც უნდა ყავდეს თქვენაირი პედაგოგი ყოველ არა ჩვენ ყავს ერთი დიდი მოძღვარი ქრისტე და წმინდა წერილი ბიბლია აი ამას მას უნდა მოусმინოთ კი შეიძლება მოძღვრების როლი დიდი მნიშვნელობისაა მაგრამ მე ვიხარია თუ ასია მაგრამ თუ ჩვენ არ ავიღეთ და აი წერილი არ წავიკითხეთ აი ისევ იმას ვიმეორებ უყურეთ ახლა კიდევ გავიმეორებ რაც ადრე ვთქვი თქვენი სული ახლა აი რომელსაც აქვს თვალი სულის თვალი რა არისო გონებაო ხო თქვენმა გონებამ ახლა ეს მოისმინა ხო ეს თვალი ჯანსაღია აი როგორია იცით აი ახალგაზრდის თვალი ხო ის ახალგაზრდა ადამიანის აი ყველაფერს ვამ აი თქვენი თვალი თქვენი სულის თვალი გონება ახლა არის აბსოლუტურად გამოღვიძებულ მდგომარეობაში ხო მეთანხმებით ეხლა თქვენ რო სახში წახვალთ თვალი მოგერულებთ ან გონების თვალის ეს მოგერულება თუ თქვენ არ აიღეთ ეს და დღესვე ეს მეექვსე თავი მათესახარების 1-2-ჯერ 3-ჯერ არ წაიკითხეთ რომ აი კიდე ერთხელ გაავარჯიშო გონების თვალი როგორც თვალს ავარჯიშებ დაგავიწყდეთ გესმით
აი თვალი როგორ ხედავს? თვალს აქვს ხედველობის ნერვი. ყველაზე მთავარი თვალში ერთ-ერთი მთავარი არის ხედველობის ნერვი. ის ხედველობის ნერვი თუ დაზიანდა, დამთავრებულია, თვალი ვეღარ ხედავს. გესმით? აი ასევე ჩვენ ის ხედველობის ნერვს მიხედვა ჭირდება, ყურადღებით უნდა იყოს ძალიან. და საერთოდ თვალსაც. ასევე ჭირდება გონებასაც. გონებას თუ არ ავარჯიშებ, არ ამუშავებ, არ აძალებ, არ აწვალებ, ამ კარგაგებ დაწვალებ იმ გაგებით რომ უნდა ისწავლოს, იმუშაოს, ის გონებას, ნერვიც, სულის ნერვი, გონება დუნდება, ძაბუნდება და ნელა ვერაფერს ვეღარ იგებ, გესმით? ამიტომ აი იმას გეუბნებით რომ სახში რომ მიხვალ დღეს ეს მეექვსე თავი თქვენ გონებას კიდე 2-ჯერ, 3-ჯერ წააკითხეთ, კიდევ ერთხელ გაიაზრეთ, გაიხსენეთ ყველაფერი რა ვილაპარაკეთ და ეს არასოდეს აღარ დაგაუწყდება. აი ასე ცოცხლობს ჩვენი სული და ეს სული რა არისო ღმერთისო მზვერავიო. ღმერთის მზვერავია ეს სული და ის აკვირდება შენ რომ იხვედი ეს ბიბლია გადადე და დაიძინე თუ წაიკითხე. და ატყობინებს ღმერთს იმას რაც ჩაიდინე ამაღამ. დიდება უფალს, დიდება ღმერთს და მადლობა თქვენ. გაიხარეთ.